რომლებსაც სპეციალური პრიზები, საპატიო დიპლომები და ფულადი პრემიები გადაიცათ. 6-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მოსპერების, ხოლო სოლო ფორტეპიანოს მიმართულებით 4 კატეგორიაში გაიმართა. კონკურსში ქართველი შეცვლილების გარდა მონაწილეობდნენ პიანისტები ჩინეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. მრავალფეროვანი კონკურსი იყო. მახარებს ის ფაქტი, რომ აი ამირეჯიბის ფესტივალისა და კონკურსის მიმართ ინტერესი არათვკლებულობს, არამედ იზრდება ყოველი წლის წლების მანძილზე და ეს განპირობებულია ცხადია იმ შემსრულებლებით, ვინც ყოველწლიურად მონაწილეობენ. ჩვენი კონკურსის გამარჯვებულები ყოველთვის გამოირჩევიან მაღალი საშემსრულებლო დონით და ძალიან წარმატებით აგრძელებენ მოღვაწეობას. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის კონკურსი არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის, ჩვენი მუსიკალური ცხოვრებისთვის. პირველ რიგში ბატონი გიზი იყო უდიდესი მუსიკოსი, იყო უდიდესი პედაგოგი, მან უზარმაზარი კვალი დატოვა მთელი ჩვენი საფორტეპიანო ხელოვნების განვითარებაზე. ძალიან მოხარული ვარ გალა კონცერტით გამარჯვებულების ბრწყინვალე გამოსვლებით. გაოცებული ვარ იმდენი ნიჭიერი მონაწილე ვიხილე. ამ ღონისძიების იდეით მოხარული ვარ. უნიჭიერესი გამარჯვებულები გამოვავლინეთ. მაოცებს 4 მილიონიან ქვეყანას ამდენი შთამბეჭდავი მუსიკოსი რომ ხავს მსოფლიო ასპარეზზე. ეს საქართველოს პოლიფონიაზე მეტყველებს. ის ვინც მთავარია დიმიტრი ყიფიანისადმი მიზნული ღონისძიება რუსთაველის თეატრში კულტურის